დღეს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მიკროფონები დავწიოთ. ჩვენ მიულოცეთ ომის ვეტერანებს და პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ახსოვნას. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და რა თქმა უნდა ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად აღინიშნება ეს თარიღი. კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. მთელი მსოფლიოსათვის დიდი ზეიმის დღეა იმის გამო რომ ფაშიზმი იქნა დამარცხებული და მშვიდობა დამყარებული მსოფლიოში. მაგრამ ამავე დროს დიდი ცრემლიანი დღე არის, რამე თუ მილიონობით ადამიანი სიცოცხლე შეიცვალა და მათ შორის ქართველები, ჩვენი სისხლის ნათესავები, ჩვენი სოფლიდან 52 ვაჟკაცი წავიდა და იქიდან ესე იგი 15 არ დაბრუნებულა. მამა ჩემი იყო წასული, ბიძა ჩემი, ბიძაშვილები, ბიძა უგზო-უგლა და დაკარგული, ძმა და მამა ჩამოვიდნენ, მამა ინვალიდი ჩამოვიდა. ძალიან მძიმე იყო. სინასი არ იყო ღამეს არ შეიძლებოდა სინასის ანთება იმ წუთში დაგარწყამდა კი ზარაფია ფაშისტები და იყავის ჭირებს ვანთებდით იმას ნაზჯისა და რაღაცის რომ ღამეს საჭვენი გვეჭამა ან რაღაცა გაკეთებული იყო და ღამეს ლამპის სინასის თოხნიდნენ თამბაქოს იმებს და გზავნიდნენ ომში საბჭოს თავმჯდომარე იყო ყოველდღე შემოულაზე და გვეუბნებოდა აბა ერთი კვერცხს უარი ამარამე თუ არის მივაწოდოთ ან ჩვენი შვილი შეჭამს ან მეორე შეჭამს. ომის დამთავრების შემდეგ იდე 4 წელი ვიმსახურე ხუთსიპაში. ითოში 84-ში დამიყვანეს და 50-ში გავიშეს. ჩვენი შემცვლელი არავინ არ იყო და მსახურობდი ჯარში.